იმის მიუხედავად რომ ეთერში გადაღლილები არ გამოვიყურებით მე და ბექა ალბათ გადაღლილობის სინდრომი მართლა ყველა ადამიანს აწუხებს ხო ვიცი მივხვდი ისეთ სიმწრით ცინის მაყურებელი ყველაფერს მისცა კი იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში მე როგორც აღვიქვამ ყოველ შემთხვევაში გადაღლილობის სინდრომს და ამას უფრო დეტალურად ჩვენ გუგას სიხარულიძესთან ერთად გავარკვევთ მაგრამ ესე ჩემი აღქმით რაც არის გადაღლილობის სინდრომი მე მგონია რომ ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ ნამდვილად არის თუ არა ეს სინდრომი უბრალო გადაღლილობა ხო არა რა განსხვავება ამას შორის გუგა სიხარულიძე არის ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა დავამატებდი ბატონო გუგა თქვენ ისნებართვით რომ აი ესეთ ქვეყანაში როგორც საქართველოს სადაც ესე იგი ეს შრომითი უფლებები აბსოლუტურად არის მორღვეული სადაც ადამიანები მუშაობენ არა 8 საათი დღეში არამედ მუშაობენ 12-13 საათი მიდიან დილით და მეორე დილით ბრუნდებიან სახლში აი ესეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება ეს გადაღლილობა არის განსაკუთრებით აქტუალური და ნიშნულოვანია მასთან ბრძოლა ხო არსებობს პრაქტიკები არსებობს ბევრი რამ რაც მასთან გასამკლავებლად აგვეხმარება ასე ვთქვათ ბატონ გუგა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჯერ რომ გავიგოთ საერთოდ გადაღლილობა ახლა ჩვენ რასაც ვსაუბრობდით კი გვისმენდით თქვენ და ეს არის უბრალო გადაღლილობა თუ რამე განსხვავებაა კიდე გადაღლილობის სინდრომის შორის ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სამსახურებრივ გადაღლილობაზე გამოფიტვაზე ინგლისურიდან პირდაპირ თუ თარგმნით შეიძლება გადავიწვი და ამ ტერმინს ვიყენებთ კი ქართულ სიტყვათქვაში ვიყენებ და შესაბამისად აი ამ ფენომენზე ვსაუბრობთ და ეხლა ბექა საუბრობდა ვთქვათ შრომის კოდექსზე მოწესრიგებაზე და არსებობენ ზოგადად არსებობს შრომის ფსიქოლოგია რომელიც ალკე მიმართულება ფსიქოლოგიაში რომელიც ზუსტად აი ამ კანონზომიერებებს ადგენს რისკებს ადგენს და შესაბამისად მენეჯმენტს ახორციელებს იმისათვის რომ ადამიანის ფსიქიკა არ გამოიფიტოს და სამსახურებრივ გარემო და შრომის პროცესი ზოგადად იყოს მაქსიმალურად დამზოგებელი და კომფორტული ადამიანისთვის რაც შეეხება თვითონ რა ფენომენთან არის ეს საქმე აი ბექა საუბრობდა რომ 13-14-15 საათი და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი ანუ დრო ხანგრძლივობა ჩვენი სამსახურებრივი გრაფიკის არ არის ერთ-ერთი მიზეზი პირიქით მეცაც გეტყვით ანუ სამსახურში ზედმეტად უსაქმრობად ყოფნაც კი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ რისკ ფაქტორად რომ ჩვენი გამოფიტვა გამოიწვიოს ანუ როდესაც ჩვენ გვაქვს სამსახური და ალბათ კერძო სტრუქტურებში ნაკლებად იქნება უფრო სახელმწიფო სამსახურებში იქნება სადაც რეალურად გვაქვს მივდივართ იმ 8 საათს ვატარებთ მაგრამ რეალურად საქმე არ გვაქვს და ეს ძალიან სერიოზული სტრესია ასევე სტრესია როდესაც ანუ გუნდური მუშაობა არ არის კარგად არ ხდება არის რაღაცა შიდა კონფლიქტები და პირისპირებები ჩვენ დაქვემდებარებულან ჩვენ ხელმძღვანელ პირებთან რაღაცა გარკვეული შეუთავსებლობა ხასიათობრივი სამსახურებრივი ვალდებულებები ზედმეტი დროში მოსწრება, როდესაც დიდი პასუხისმგებლობები გვეკისრება გარკვეულ დროში, რომ რაღაცა სამუშაო შევასრულოთ. დედლაინები და ასე შემდეგ. დიახ, ხო, ისეთები, რომელიც თქვათ ჩვენ შესაძლებლობებს მიღმა, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზეა, რაც მუდმივად გვიქმნის იმის საჭიროებას, რომ ძალიან დაძაბულ რეჟიმში ვიმუშაოთ. ასევე ამას თვითონ ეს არის მიზეზიც და შედეგიც მაგალითად იგივე ძილის დარღვევა, იმიტომ რომ თუ ძილი არ გვაქვს მოწესრიგებული შესაძლებელია ამან გამოფიტვა დროზე ადრე გამოიწვიოს და პირიქით ანუ ეს გადაღლობის სინდრომი და გამოფიტვის სინდრომი ასევე იწვევს ხოლმე ანუ ძილის პროცესის დარღვევას. ახლა რაც შეეხება რა არის, აი როგორ გამოიხატება, ну უბრალოდ ეს არ არის რომ რაღაცა ერთი დღე დაძაბული გრაფიკი მქონდა და გადავიღალე და მე რა ვთქვათ რამოდენიმე დღეში შევძელი რესურსის აღდგენა ეს არ მიეკუთვნება ამ სინდრომს ამ სინდრომს მიეკუთვნება მივაკუთვნებთ იმ მდგომარეობას როდესაც ეს გამოვლინებები ეს ფენომენები მყარად მუდმივად ყოველდღიურად და დროში გახანგრძლივებულად არის ანუ ერთდღიანი გადაღლილობა ან ორდღიანი იგივე ვთქვათ წინა დღეს რო რაღაცა ბევრი
ფიზიკური მოგვიწია მუშაობა და მეორე დღეს გადაღლილი ვართ, ეს არ გულისხმობს, რომ ამ სინდრომით, ანუ გადაღლილობის სინდრომით ჩვენ ასე ვთქვათ, გამოგვივლინდა აი იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს განხილება, ანუ აი დილით გაღვიძების დროს გრძნობ გადაღლილობას, აი მთელი დღის განმავლობაში, აი რა გამოვლინებები აქვს თქვათ, ანუ ენერგია არ გვაქვს თუ აი რა თვითონ ეს სინდრომი არ მოიცავს ერთ რომელიმე კონკრეტულ ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფენომენს, პაკეტია და ეს რაღაც ერთიანობაში განიხილება, იმიტომ რომ მაგალითად დილით ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ შუა დღეს და საღამოს ენერგიულობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ძილის დარღვევასთან იყოს ასოცირებული და სულაც არ იყოს ამ სინდრომის შემადგენელი ნაწილი. ამ სინდრომს აქვს სამი კომპონენტი, ეს არის ფიზიკური კომპონენტი, ეს არის ემოციური კომპონენტი და ეს არის ქცევის კომპონენტი, ანუ როდესაც ჩვენი ქცევის პატერნი იცვლება. რაც შეეხება ფიზიკურ გამოვლინებებს, ეს ძირითადად არის სიმძიმის უენერგიობის დაჭიმულობის, აი თითქოს კუნთები არის დაჭიმული სხეულზე, ზურგზე, კისრის, ასევე თავის ტკივილი, ასევე შესაძლებელია ეს გამოვლენილი იყოს ძირითადად ტკივილს დაჭიმულობას ეხება ფიზიკური შეგრძნებები. რაც შეეხება ანუ ემოციურ ნაწილს, ემოციური ნაწილი არის მაგალითად ემოციური ლაბილობა, ანუ ადვილად ცვალებადობა, გუნებგანწყობის, გარკვეულწილად ამ დროს თვითშეფასების და საკუთარი შესაძლებლობების დაქვეითება, როდესაც იგივე სამსახურთან მიმართებაში იმას, რასაც რუტინულად ჩვენ ძალიან კარგად ვართმევდით თავს, უცბად გვიჩნდება განცდა, რომ ვერ შევასრულებთ. და თითქოს მიტოვებულობის განცდა, რომ თითქოს მარტოსული ვარ, რაღაცა გარიყულობის განცდა. აი ეგ შემოდის უკვე ემოციური. ეს არის ემოციური ნაწილი და აი ეს სიმპტომები ახლა რაც ემოციურ ნაწილში ჩამოთვალე და ასევე ფიზიკურ ნაწილში ძალიან გავს დეპრესიის შემადგენელ სიმპტომებს. და ამიტომ აი აქ დიფერენცირება, რომ ეს არის გადაღლილობის სინდრომი თუ ეს არის დეპრესია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვადასხვა შემთხვევაში მიდგომა, დახმარება რადიკალურად განსხვავებულია. და მესამე ნაწილი ეს არის ქცევის პატერნის შეცვლა, ეს არის მაგალითად ის, რომ მიუხედავად პასუხისგებლობებისა და საჭიროებისა, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ, ამ რაღაცას ვერ ვასრულებთ, ანუ მუშაობთ, ანუ რეალურად, მაგრამ პროდუქტიულობა მკვეთრად დაქვეითებული. ანუ ჩვენ თავს ვაძალებთ, რომ პირობითად ის 8 საათი ვმუშაოთ, მაგრამ პროდუქტიულობა დაქვეითებულია და ჩვენ იმ შედეგს იმ 8 საათში ვერ ვდებთ. მეორე ქცევას რაც შეეხება, ეს არის პროკრასტინაცია. ანუ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს რაღაცის ვალდებულება გაკეთების, მაგრამ გადავადება, აი დღეს გავაკეთებ, მოდი დღეს არა, ხვალ გავაკეთებ, ხვალინელი დღემოა, მოდი ზე გავაკეთებ და რაც შეიძლება უსასრულოდაც კი გაიწელოს და აი ბოლო მომენტამდე, როდესაც ძალიან ისეთი კაცრი საჭიროება დადგება, ასე ვთქვათ, ამის განხორციელების, მანამდე არ გადავდოთ. ეს ზოგადად საერთო ჯამში გარდა იმისა, რომ სუბიექტურად ჩვენს კეთილდღეობის შეგრძნებას აქვეითებს და ანუ ჩვენ თავს ვერ ვგრძნობთ კარგად, არამედ რეალურად ჩვენს ცხოვრებაზეც აისახება, თუნდაც კარიერული კუთხით, იმიტომ რომ იმის გამო, რომ შემოქმედობითობა ირღვევა, ამ დროს იმატებს ძალიან ხშირია ეს გამომჩა ფსიქიკურ ნაწილში, იმატებს ძალიან გამღიზიანებლობა, ეს გამღიზიანებლობა შესაძლებელია გახდეს მერე სხვა ინტერპერსონალური კონფლიქტების მიზეზი. გაღიზიანება იწვევს მერე კონფლიქტებს. ეს არის რაღაცა ერთიანი ჯაჭვი, როდესაც თქვათ ერთი რაღაცა პრობლემა მეორესთან არის კავშირში და მერე შეიძლება შეიქმნას პრობლემათა ერთობლიობა, ნუ რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში ჩიხშიც კი შეიყვანოს ადამიანი. ჩვენს ყოველდღიურ კეთილდღეობას უშლის ხელს. აი გამოსავალი რა არის, თქვათ, იმიტომ რომ ეხლა რაც ჩამოთვალეთ, თქვათ ეს სიმპტომები, მგონია რომ რთული მისახვედრი კონკრეტული ადამიანისთვის, მაგალითად ამოსაცნობად და აღმოსაჩენად რომ შესაძლოა ეს გადაღლილობის სინდრომი იყოს, რთული არ არის. რაღაცნაირად ისეთი ის არის, რომ შენ თვითონაც მარტივად ხვდები ალბათ. აი რომ მიმართავ სპეციალისტს, შემდეგ რა ხდება? უყურეთ, არა, ყოველთვის არ არის სპეციალისტთან მიმართვა საჭირო. ადამიანმა შეიძლება ხა ჩვენ რომ მიცეთ რეკომენდაციებს, არ რომ მე კიდე თვითონ მოიძიოს და დამატებით წაიკითხოს, არის პირდაპირი და არაპირდაპირი ფაქტორები, რომელსაც შეუძლია ამ მდგომარეობ მოგვეხმაროს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. რაც შეეხება პირდაპირ
ფაქტორებს, ამ ზოგჯერ ამ პირდაპირ ფაქტორების მოგვარება შეუძლებელია, როცა ჩვენ საუბრობდით მაგალითად ზედმეტად ბევრ პასუხისგებლობებზე, ან პირიქით ვისაუბრეთ, რომ საერთოდ პასუხისგებლობა და საქმე არ გვაქვს. ანუ ეს არის პირდაპირი ან მაპროვოცირებელი ფაქტორები, ანუ ეს ზედმეტი გამოფიტვის და გადაღლილობის, მაგრამ ამის მოხსნა და შეცვლა ხშირად ვერ ხერხდება, ხო? ან იგივე სამსახურებრივი დაძაბულ გარემოს როგორ შევსულთ, იმიტომ რომ მთლიანად ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ნუ შეიძლება იყოს რაღაცა თანამშრომელთან, ხელმძღვანელთან თუ დაქვემდებარებულ ან გუნდის წევრთან გარკვეული დაძაბული ურთიერთობა, რომელიც მისი მხრიდან მოდიოდა და სრულიად შეუძლებელი იყოს ჩემს მხრივ ამის დალაგება. მაგრამ არსებობს არაპირდაპირი გზები, როდესაც მეტნაკლებად ზოგ შემთხვევაში სრულად, ან ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ შესაძლებელია რომ ამ რისკებისგან დავიცვათ თავი და ნაწილობრივ მაინც შევამციროთ ის დისკომფორტები, რასაც ეს იწვევს. პირველი ეს არის ძილი. ხო. ძილის მოწესრიგება. რა თქმა უნდა. და მე როგორც ფსიქიატრს კიდევ უფრო ასე თქვა წინა პლანს წამოვწია, იმიტომ რომ ჩვენ რო ძილს არ შევხედოთ როგორც ძალიან რთულ და ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხდება, მარტივად რო ახსნათ რა არის ძილი. ეს არის ძილი, რომ რას აკეთებს, ანუ რა ფუნქცია აქვს ძილს, რომ დავისვენოთ. ანუ დღის განმავლობაში დაგროვილი ნეგატივი, ასე ვთქვათ, გაანეიტრალოს. ამიტომ ძილი რაც უფრო ხარისხიანია და ჩვენ რაც უფრო კარგად გვძინავს, დღის განმავლობაში ნეგატივი მით უფრო კარგ ნეიტრალიზაციას განიცდის და შესაბამისად მეორე დღეს რესურსი მეტი გვაქვს. და კარგი ძილის შემთხვევაში ის რომ ყოველდღიურად დაგროვდეს რაღაცა ნარჩენი ნეგატივები, რომელსაც ხარისხიანი ძილი, უხარისხო ძილი ვერ მოაწესრიგებს, ამის ალბათობა არის ნაკლები. ანუ ძილში იგულისხმება როგორც რეჟიმი, ანუ ესე იგი ცილკადულობის, ანუ ძილღუძილის ფაზის მოწესრიგება, ასევე ძილის ხარისხი და ეს ძილის ხარისხიც კიდევ მე ჩვენ ძილზე თუ როცა გვექნება ცალკე იმას ძალიან დეტალებში მე ჩავართ. მეორე ეს არის ფიზიკური აქტივობა, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა არის დროებითი, მაგრამ ძალიან კარგი ღონისძიება, რომ ჩვენი ემოციური დაძაბულობა დღის განმავლობაში გარკვეული დოზით გაანეიტრალოს, კი. ხო, ეს არ არის მარტო ფსიქიკური ფენომენი და ანუ ფსიქიკურად არ გვამშვიდებს, არამედ ორგანიზმში ხდება ისეთი ფიზიოლოგიური და ჰორმონალური ცვლილებები ვარჯიშის დროს, რომელიც ეგრეთ წოდებული მაგალითად სტრეს ჰორმონების დაწვას, ანუ განეიტრალებას იწევს როგორც. მაგრამ ამ შემთხვევაში თავი უნდა ვაიძულოთ, რომ ვივარჯიშოთ მაგალითად, ან დავწერთ რომ გაესწრო. ხო, ეს კიდეც ანუ მე ვარჯიშზე ფიქრი უკვე მსტრესავს. ეს არის პრობლემა. აი ფანტასტიკური კითხვა. ძალიან მე მგონი უკვე თქვენ გეკუთვნით რაღაც დიპლომი, სერტიფიკატები ფსიქოლოგიაში და ფსიქიატრიაში დავდულა. ისწავლეთ თქვენგან რაღაცები ნელა. კი, ანუ ვარჯიში არ არის პანაცეა ყველასთვის. და არ არსებობს რაღაცა ფორმა კონკრეტული ფიზიკური აქტივობისთვის, რომელიც რაღაცა ჯობია. იმიტომ რომ ჩვენთან არის ასეთი შეხედულება, რომ მაგალითად ცურვა ყველაზე კარგია, ანუ ფეხი ციარული, ან სირბილი და ყველა ადამიანს თავისი გემოვნებით შეიძლება ჩვენთვის არის ის ფიზიკური აქტივობა სასარგებლო, რომელიც ჩვენს გვსიამოვნებს. იმიტომ რომ თუ რაღაც ტიპის ფიზიკური აქტივობა არ გვსიამოვნებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება სტრესულიც კი იყოს, ხო? და უფრო გაიზარდოს ძალიან იქამდე წამოწეგი. გასაგებ მაგალითი რა ვიღოთ, მაგალითად ცურვა, კი წყალი კარგია, იმით და რამოდენიმე ფაქტორი აქვს მაგალითად ცურვას, რის გამო შეიძლება რაღაცით უპირატესი იყოს პირობითად სირბილზე. მაგრამ თუ ადამიანს არ უყვარს წყალი ან შიში აქვს წყლის შესაბამისად მისთვის შეიძლება ცურვა არ იყოს იმ ტიპის ფიზიკური აქტივობა, რომელიც მას დაეხმარება, დიახ. აი ცურვა ჩემს შემთხვევაში არის მართლა ძალიან თერაპია. მაგრამ გიზარება? ხანდახან არ მეზარება, მაგრამ აი როგორც კი ჩავდივარ აუზში, ხდები ბედნიერი. და ხდები ბავშვი, ჩემში იღვიძებს, აი 5 აი ეგზამენში, მაგრამ ჩასვლა გიწირს ანუ პროკრასტინაცია. გადადება კი. და მე ჩასვლა და აი თუ ჩავიდა ვეღარ ამოიყვან. და რაც მნიშვნელოვანია და კიდევ უნდა შევეხოთ, აი რაღაცა ახსენეთ, რომ სიმპტომები ძალიან ხშირად შეიძლება გავდეს მაგალითად დეპრესიის იმას, იმიტომ რომ
ერთის არსებობა არ გამორიცხავს ავტომატურად მეორეს არსებობას, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე შესაძლებელია იყოს ანუ ეს გადაღილობის გამოფიტვის სინდრომი, მაგრამ მოგვიანებით თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, იმ ადამიანში, რომელსაც აქვს დეპრესიისკენ გარკვეული მიდრეკილება, შეიძლება ეს გადაღილობის სინდრომი აღმოჩნდეს მაპროვოცირებელიო, ჩამოყალიბდეს უკვე კლინიკური დეპრესია და არსებობდეს ორივე ფენომენი, ანუ გადაღილობის შეიძლება გახდეს მიიღოს ამან კლინიკური შეიძლება მიიღოს და ნუ ასეთ შემთხვევაში თუ უკვე ჩამოყალიბდა კლინიკურად დეპრესია, ნუ ბუნებრივია მერე სპეციალისტის ჩართვა და დახმარება არის საჭირო. ფიზიკურადაც შეიძლება რაღაცებზე იმოქმედოს, ხო, ამ გადაღლამ, მაგალითად გულზე, ამაზე, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. დიახ, საერთოდ სხვა დაავადებების ხო, რაღაცა სხვა დაავადებების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. ხო, თვითონ დაღლაზე რო ფენომენზე შეგვიძლია ვთქვათ ცოტა გადავხვიოთ თემას და ძალიან საინტერესო ამასაც შევეხოთ. გადაღლას შეიძლება იწოდეს როგორც ფიზიკური ფაქტორები, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ნუ არსებობს რიგი ფიზიკური, სომატური ამ დაავადებების, რომლებიც ასოცირებული არის ამ დაღლობის შეგრძნებასთან. და ეს ძირითადად არის ხოლმე ნევროლოგიური ან ენდოკრინოლოგიური დარღვევები, თუმცა საერთო ჯამში მაინც დაღლის შეგრძნება მაინც მიდის ფსიქიკასთან, იმიტომ რომ დაღლა როგორც ასეთი თქვა ჩვენი კუნთი ფიზიკურად რო დაიღლება, ის 2 საათში აღდგენილია. ხო, ანუ დასვენების საშუალებით დასვენების შემდეგ რაღაცნაირად ეს ფიზიკური ტკივილი გაქრება, ხო? ეს ფიზიკური ტკივილი გაქრება, კი ბატონო, ანუ ის დაღლილი კუნთი აღდგება, რაც არ უნდა თქვათ დიდი დატვირთვა ქონდეს, მაგრამ აი ეს მუდმივი, როდესაც ყოველდღიურია, ამ შემთხვევაში ძირითადად ხდება, ანუ ეს არის ფსიქიკის ხარჯზე, ანუ ფსიქდიახ. მაინც ეს ტვინის ნეიროქიმიურ მექანიზმებს უკავშირდება. რას ურჩევდით ამ ადამიანებს, რომლებსაც ეს ხა მიხვდნენ ვიღაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არიან გადაღლილები. და სხვათა შორის ეხა მომწერა ირაკლი კუპრაძემ სხვათა შორის. მე მაქვსო? დილის გადაცემა რომ მომიძღვენი, დიდი მადლობა. ყველა და მე უკვე მერიდება რაღაცებზე რომ ვთქვა ეხა რომ აი მეც ესე ვიყავს რას, მაგრამ ეხა გადაღლილობის სინდრომი, ზუსტად რასაც ამბობს ბატონი მგონი რომ მე სანამ დეპრესიამდე მიხვალ, აი ეს პერიოდი ადრეც გავლილი, მაგრამ ეხა ბოლო პერიოდშიც აი გადაღლილობის სინდრომი ზუსტად ვიცი, რომ აი რაღაცა პერიოდი ეხა გამოვედი უკვე ნელ-ნელა და ისე ვარ. აი აქციების და რაღაცების პერიოდში არა მარტო ის რომ ფიზიკურად ვიღლებოდი, ემოციურადაც მათ შორის სამსახურში რაღაცა ცოტა კონფლიქტური სიტუაციები ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ბევრი სტრესის მიღებისგან გამომდინარე, იყო ეს ზუსტად მე უძილობა ემატებოდა, კი გახსოვს ბოლო პერიოდში როგორ რაღაც დამხმარე საშუალებებით ვიძინებდი ხოლმე და ხო, ეგ გადაღლილობის სინდრომი მგონია რომ ყველა ადამიანს, ვინც ანუ წლები აქტიურად მუშაობს, ხო, რაღაცა პერიოდი აუცილებლად ქონია, იმიტომ რომ არ არსებობს მაგის გარეშე, რომ გაიარო. კითხვა საბოლოო ჯამში. ირაკლი კუპრაძესაც მათ შორის. იყო ესე იგი ჩემი კითხვა, რომ როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას ჭირდება პროფესიონალის დახმარება და თვითონ ვერ უმკლავდება. რო ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ანუ გადაღლილობის სინდრომი საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიონალს, ანუ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს უნდა მიმართოთ, არა. ანუ ეს არის ერთგვარად მაიდენტიფიცირებელი გარკვეული ნიშნები, რომელზეც ადამიანს უნდა ქონდეს ინფორმაცია და ამ შემთხვევაში ჩვენი ამ რუბრიკის ფარგლებში ვაწვით ადამიანებს ინფორმაციას, რომელიც რაღაც ზოგად შეხედულებას და ზოგად წარმოდგენას უყალიბებს ამ პრობლემაზე, მაგრამ კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში, როდესაც თუ ჩვენი მიცემული ინფორმაცია დაეხმარა, რომ იდენტიფიცირება მოახდინოს, მაშინ შესაძლებელია, რომ თუნდაც თვითონ წაიკითხოს უფრო ღრმად და კარგად, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანებს უყვართ, როდესაც მისცემ რაღაცა ერთ უნივერსალურ რეცეპტს რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად. ყველას რაღაცა ინდივიდუალური. რეალობაში ესე არ არის, მით უმეტეს ადამიანის შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთი და იგივე პრობლემა შეიძლება ქონდეს უამრავი მიზეზი და შესაძლებელია არსებობდეს უამრავი სხვადასხვა ალტერნატიული გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ ეს შემთხვევა, როდესაც თვით დიაგნოსტირება პრინციპში მარტივია, შეიძლება იყოს და თან მარტივია, კი. მარტივია ეს არ არის. შეიძლება მიიღოს მომავალში, მაგრამ როდესაც საუბრობ დეპრესიაზე და როდესაც ვთქვათ იქ უხალისობასთან ერთად, ჩვეულებრივ დაღლობასთან
ერთად უიმედობა გამოვიხატება, თვითშეფასება მკვეთრად ქვეითდება, სუიციდური აზრები წამოვა, ცრემლიანობა წამოვა, ძილი ძალიან დაირღვევა, მადამ მკვეთრად შეიცვლება. ეს უკვე შესაძლებელია და ეს მდგომარეობა ორ კვირაზე მეტი გრძელდება, იმიტომ რომ დეპრესია ორდღიანი არ არსებობს, ანუ რაღაც ხანგრძლივობა მინიმალური უნდა ქონდეს. აი ასეთ შემთხვევაში უკვე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ხო არ არის უკვე კლინიკურად გამოვლენილი დეპრესია, თუნდაც სუბუქი ან საშუალო ფორმით და აი აქ თუ გაგვიჭირდა დიფერენცირება, რა თქმა უნდა, აქ უკვე სასურველია, რომ აი ეს დიფერენცირება, კლინიკური შეფასება უკვე სპეციალისტმა მოახდინოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ გუგას სიხარულიძეს, იმიტომ რომ დღეს მართლა ისეთ თემაზე გქონდა საუბარი, რომ აი მგონია, რომ აი აგერ ბექასაც მოწერს და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გიყურებს ახლა ფიქრობს, რომ აი რა მომენტში მქონდა, ან ეხაც ხო არ ვარ ეს, იმიტომ რომ მართლა მარტივი არის, აი პირველად ვამბობ ალბათ, რომ აი ამის ამოცნობა, აი ამ კონკრეტული სინდრომის ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანისთვის და მე უკვე შენ თავს უნდა შემოუძახო რაღაცნაირად, რომ სხვანაირად არ გამოვა. პრაქტიკაშიც გამოგვიცდია ვიღაცებს და ამიტომ ეგრეა ნამდვილად. ხო, და გაღიზიანება და ბევრი ისეთ რამეს იწვევს საბოლოო. მე ყველაზე მეტად ეგ მოწუხებს გადაღილობის დროს გაღიზიანება, რომელიც უკიდურესად სულ რაღაცებს იწვევს, მე თავის ვერ კონტროლი, გარკვეულ სიტუაციებში უხეში რაღაცეების თქმა და მე ხვდები, რომ ეს არ არის ნორმალური და ადეკვატური სიტუაციის შესაბამისად, უბრალოდ იმდენად გაღიზიანებული ხარ ამ გადაღლილობის გამო, რომ რაც ენაზე გადგება ყველაფერს ამბობ. და ადამიანებთან გვიფუჭდება ურთიერთობები. ბატონ გუგას ძალიან დიდი მადლობა.